ძალიან ირაციონალური გადაწყვეტილება იყო და თავიდან ბევრი არ მიფიქრია, რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ. ბუნებრივად ჩემ და შეუთანხმდი, რომ და ჩემს ცოლს რომელსაც ამ ჩემი არ ყოფნის განმავლობაში, სახში არ ყოფნის განმავლობაში 2 წლინახევრის ბავშვი უნდა ბავშვისთვის უნდა მიეხედა. ორივემ გამომიცხადა მხარდაჭერა, ჩემი და ჩემთან ერთად არის მთელი ამ 10 დღის განმავლობაში და ჩემი ცოლ-შვილი მაკითხავს ხოლმე. აქ ვარ, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი დაიჭირეს 12 იანვარს რესტორან ბაბილოსთან. უსამართლო და სრულიად მტკიცებულებების გარეშე მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა მიუსაჯა 10 დღე ადმინისტრაციულით ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას. ოღონდ გვაქვს ვიდეო მტკიცებულება, რომელიც არ ადასტურებს არც ერთს და არც მეორეს. უამრავი ადამიანი მოდის ჩემთან, საუბრობთ ბევრს, ყველას თანაბარ ყურადღებას ვერ ვაქცევ, მე ნერვიულობ, ბევრი მეუბნება, რომ მართალია არ აქვს შესაძლებლობა, რომ რუსთაველზე დადგეს სხვა მიზეზების გამო, სოციალური მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენთან ერთად არის და მხარს გვიჭერს და გავუხარდათ, რომ მე აქ დავფუძნდი, იმიტომ რომ მე გადავიქეცი მათთვის იმ წინააღმდეგობის დროებით სიმბოლოდ. მე რამდენიმე პროტესტში ვიყავი ჩართული და მაქვს მშვიდობიანი და გრძელვადიანი პროტესტების გამოცდილება და მაგ გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდი და დავასკვენი ჩემთვის, რომ ბევრად უფრო ეფექტური არის, როცა შენი საპროტესტო აქტები მიმართულია არა ვინმეს დამარცხებისკენ, არამედ რაღაცის აშენებისკენ და არა ვინმეს სიძულვილისკენ, არამედ ვიღაცაზე ზრუნვისკენ. პირველად როცა გავაცნობიერე მთელი სიმძაფრით, რომ ავტორიტარიზმისკენ მივდიოდით, იყო რიონის ხეობისთვის დაწყებული ბრძოლა, იმიტომ რომ იქ მთელ ორი რეგიონის ძალიან დიდ ნაწილს, ანუ იმერეთის ნაწილს და იმერეთის ნაწილის და ლეჩხუმის ნაწილის მოსახლეობას მოექცნენ ძალიან ცუდად, სრულფასოვანი ინფორმირება არ მოხდა, უფრო შანტაჟით და დაშინებით და კუთხეში მიმწყდებით, გააყიდნეს ადამიანებს მიწები და ნუ მერე დაანონსეს ის პროექტი, რომელიც დაანონსეს. ანუ მან მივხვდი, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი ხალხი კი არ იყო, არამედ ფინანსური სარგებელი და პირადი ინტერესები. მთელ ამ გარემოსდაცვითმა პროტესტებმა დამანახა, რომ ადამიანი საქართველოში იწევდა მეორე კი არა, ძალიან მე რომელიღაცა პლანზე და თავარ ღირებულებად დადგინდა ფული, კაპიტალი, ოღონდ ეს კაპიტალი საკმაოდ საეჭვო, ანუ საეჭვო კაპიტალი, ფული, ძალაუფლება და 1-2 ადამიანის ინტერესი. რაც შეეხება რუსული კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მან უკვე ყველა გავაცნობიერეთ და აშკარა გახდა, რომ გვართმევდნენ ბრძოლის იმ ბერკეტებს, რითიც ჩვენ ვუმკლავდებოდით ძალაუფლებას. ეგ ყველამ გავაცნობიერეთ და იმდენად საშიშად მოგვეჩვენა, რომ გამოვედით და მაგიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. მგონია, რომ ძალიან სხვადასხვა მხარეს მივდივართ მე ამ ჩემი ილუსტრაციებითა და კამპანიებით და ქართული ოცნება თავისი დავიწყების პოლიტიკით რა. ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ჩემთვის როგორც არავისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ეგ კომუნისტების დროინდელი ტრადიციის გაგრძელებაა, რომლების სტერილიზაციას აკეთებდნენ ისტორიისა და ზოგადად ქართველობის. რას ვაპირებთ და ნუ მე რა თქმა უნდა იგივეს, რასაც აქამდე ვაკეთებდი, პროტესტში ჩართვას ყველა ჩემს ხელთ არსებული რესურსით, იქნება ეს ჩემი სხეული თუ ჩემი უნარები და ზვიად რაც ეხება, ალბათ თვითონ გვეტყვის, მაგრამ ნუ დარწმუნებული ვარ, რომ ეგეც ჩემთან ერთად იქნება, ჯერ ერთი უამრავ ადამიანს ვარ ჩაპირებულები, რომ რუსთაველზე უნდა გავიდეთ და გავაცნო ეს ადამიანი ვინ არის ზვიად რობაქიძე. ვაპირებთ იმას, რასაც აქამდე ვაპირებდი, წინააღმდეგობას.